ეს არის კურიერი 9 საათზე. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ახალ დირექტორს ელოდება. განათლების მინისტრმა ბუბა კუდავა ამ თანამდებობიდან გაათავისუფლა და რამდენიმე დღის წინ ვაკანსიის შესავსებად კონკურსიც გამოაცხადა. ცენტრის თანამშრომლების ნაწილი დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილების მიზეზი მინისტრსა და კუდავას შორის არსებული დაპირისპირება გახდა. თამარ სანიკიძე კი ამბობს, რომ დირექტორი აღმოჩენილი დარღვევების გამო მოხსნა. განათლების მინისტრი რამდენიმე წუთში ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. მანამდე კი ბუბა კუდავა გვეტყვის, რა პრეტენზიები აქვს მას თამარ სანიკიძესთან. მოგესალმებით, ბატონ ბუბა. გამარჯობა, მოგესალმებით. ბატონ ბუბა, როგორ თქვით, რა გახდა თქვენი გათავისუფლების მიზეზი? სამინისტრო ამბობს, რომ აუდიტის დასკვნა არის ძალიან მძიმე და ამიტომაც გაგათავისუფლეს. პირველ რიგში უნდა განმარტოთ ორი სიტყვით, რა არის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი სიზველეთ საცავი, ამ მნიშვნელობის სულ ორი საცავი აქვს ჩვენს ქვეყანას. ეს არის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. გარდა ამისა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გახლავთ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო კერა. ჩვენი კოლექტივი ითხოვს, რომ შესაბამისი იყოს აღქმა და შესაბამისი იყოს დამოკიდებულება განათლებისა და მეცნიერების მინისტრისაგან. ეხლა რაც შეეხება რეალურ მიზეზებს, ჩვენ ვიცნობთ ბევრ აბსურდულ მიზეზებს, მათ შორის დარღვევებზე, ამაზეც მოგახსენებთ, მაგრამ რეალური მიზეზი გახლავთ პირადად ჩემი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფაქტობრივად მთელი კოლექტივის მიერ გამოხატული რამდენიმე პრინციპული პოზიცია, რამდენიმე პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით. ეს გახლავთ ერთი ჩვენი დღევანდელი ტერიტორია და შენობის საკითხი, როგორც ჩანს არსებობს გარკვეული ბიზნეს ინტერესები და ამ ბიზნეს ინტერესების უკან დგას ქალბატონი თამარ სანიკიძე. ეს კარგად გამოჩნდა იქიდან, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი შენობის და ახალი ტერიტორიის საკითხები იხილება ჩვენს გარეშე. აქ უნდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ ჩვენ დიდი ხანია ვითხოვთ გადასვლას ახალ ადგილზე, ადეკვატურ ადგილას, სადაც ჩვენი ქვეყანა შეიძლება წარმოაჩინოს ეს უზარმაზარი კულტურა. შენობასთან დაკავშირებით, ბატონო ბუბა, მე დავასუსტებ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცენტრის შენობით დაინტერესებულია აქამდე უცნობი ინვესტორი და ცენტრს გამოსახლებას უპირებენ. ამ შენობის გვერდით მაყურებლისთვის ვიტყვი, მდებარეობს კავკასიის სამთო ჯგუფი, რომელიც შედის იმავე ჯგუფში, რომელშიც შედის RMG Gold და RMG Copper, რომელთა კავშირებს ბიძინევანიშვილთან ბევრი არ გამორიცხავს. შესაძლოა, რომ სწორედ ის იყოს. ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ ქალბატონი თამარ სანიკიძე აწარმოებს გარკვეულ მოლაპარაკებებს ჩვენს ახალ ტერიტორიასთან და ახალ შენობასთან დაკავშირებით ჩვენი გვერდისავლით. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექტივს არც მე პირადად არ აქვს არანაირი ინფორმაცია, არ ვიცი დეტალები, ვინ წვეთს საკითხებს, როგორ წვეთს, რა პრინციპებით წვეთს და ყოველივე ამან ჩვენში და საკმაოდ ლეგიტიმური ეჭვი, რომ საქმე ეხება ჩვენი ტერიტორიის ინტერესებს და არა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განვითარების საკითხს. მეორე ასეთი პრინციპული პოზიცია, რომელიც ჩვენ დავაფიქსირეთ, ეს იყო ლაილაშის ბიბლიის შესაძლო გატანის საკითხი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან. ძალიან დიდი ეჭვი გამოიწვია იმან, რომ ებრაელთა მუზეუმის დირექტორის მოთხოვნებზე მაშინ ვერ რეაგირებდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და პირველი მოადგილე, მაშინ როცა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან დაკავშირებული საკითხები ვერ წყდებოდა ხოლმე თვეების განმავლობაში. ამანაც გამოიწვია ეჭვი, რომ ყველაფერი ეტაპობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა იქითკენ, რომ ლაილაშის ბიბლია ეს უნიკალური ებრაული ხელნაწერი, რომელიც ჩვენი კოლექციის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, უნდა გატანილიყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და აქაც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთელი კოლექტივი იყო ერთიანი და ჩვენ პრინციპულად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია. ძალიან მოხარულები ვართ. კიდევ რა პრეტენზია გქონდათ? კიდევ არის პრინციპული სხვაობა აღქმებთან დაკავშირებით. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დამოუკიდებელი დაწესებულება, რომელსაც სახელმწიფო კონტროლს უწევს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. განათლების სამინისტროდან ჩვენ მივიღეთ რამდენჯერმე დაჟინებული თხოვნა, რომ სახელწოდება მოგვეხსენიებინა როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ამაზე მე პირადად და ჩვენმა კოლექტივმა კატეგორიული უარი განვაცხადეთ, ვინაიდან ერთი ეს ასე არ არის, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ჩვენ დაწესებულებას გვია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და მეორეც პრობლემა არის აღქმაში. ისინი არ გვიქვავენ ჩვენ
როგორც მათ საკუთრებას, მათ დაწესებულებას. და საუბარი იყო ხელფასებზე და ანაზღაურებაზე. ხელფასებზე და ანაზღაურებაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 2015 წლის დასაწყისში გამოდის და ამცნობს საზოგადოებას, რომ მეცნიერებს ეზრდებათ ხელფასი 250%-ით და შეადგენს 700 ლარს. სამწუხაროდ ეს პროცესი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს არ შეხებია და შემდეგ, როდესაც ამოვიდა უკვე ბრალდებები, გაირკვა, რომ ეს თურმე ჩვენი ბრალია, ჩვენ არ უზრდით თურმე მეცნიერებს ხელფასებს. სასაცილოა ფინანსურ პრობლემებზე საუბარი, ვინაიდან მე აქ მოტანილი ფინანსურ საკითხებზე საუბარი, ვინაიდან მე აქ მოტანილი მაქვს წერილი 20 აგვისტო 2013 წელი ქალბატონ თამარ სანიკიძეს მიუმართა ოფიციალური წერილი, სადაც ჩამოთვლი პრობლემების შესახებ ჩვენს წინაშე მდგარი და ბოლოს ვითხოვ მხარდაჭერას, ვითხოვ თანადგომას და ვასაბუთებ, რომ იმისათვის, რომ ელემენტარული პრობლემები მოგვარდეს ცენტრში, საჭიროა სულ მინიმუმ 3.900.000-მდე გაიზარდოს ბიუჯეტი. ჩვენ გვაქვს სასაცილო ბიუჯეტი და ამ სასაცილო ბიუჯეტს ამტკიცებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. დღეისათვის წარმოიდგინეთ სასაცილოა პირდაპირ, რომ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი აქვს 875.000 ლარი. მადლობა. ბატონო ბუბა, მოდით ნახოთ რას კი პასუხებთ განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე.